როგორც მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილის მომავალი ჯერჯერობით გარკვეული არ არის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სენტ-ეტიენის მთავარი მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. დავითაშვილი, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან გასულ სეზონში მასთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმეთ. მიხარია, რომ ჩვენს ყველა მოთამაშეს აქვს ამბიცია, რომელიც ლიგა 1-ს სცდება, დივიზიონს, რომელშიც ვითამაშებთ, მაგრამ ისინი იმ გუნდის წევრები იყვნენ, რომელიც გავარდა. მისი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ კარგ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ. შესაბამისად, თუ გავყიდით, ეს ჩვენი პირობებით მოხდება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები ყოველდღიურად ორიენტირებულად მუშაობენ და სენტ-ეტიენზე იფიქრებენ. შემდეგ კი თუ რამე მოხდება, მოხდება. როგორც ცნობილია, ქართულ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი აქვს ლიგა 1-დან და თურქეთიდან. თურქულ მედიაში დაიწერა, რომ ზურიკო სულ მალე ბეშიქტაშის ფორმას მოირგობს. პრესის ინფორმაციით, ეს ტრანსფერი უკვე დადასტურებულია და არა უმეტეს 2 კვირას გაოფიციალდება. ფრანგულ პრესას თუ დაუჯერებთ, დავითაშვილის შეძენა რენს და კიდევ რამდენიმე გუნდს სურს. როგორც ჩანს, ზურიკო კაირასთან თურქულ გრანჩი გააგრძელებს ან ლიგა 1-ის რომელიმე საშუალო გუნდში.